ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ლოურენს უილკერსონის საკმაოდ სკანდალური აღიარება, თუ როგორ იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერო სააგენტო მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკრაინაში და მათ შორის საქართველოში. ჩვენ ვასწავლიდით, მათ ვაიარაღებდით ლიბერალურ დემოკრატიას. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულად. რაც თქვენ წაიკითხეთ ახლა, რომ ზოგჯერ ისე ყავდა ეს ხალხი მოსყიდული თვითონაც რო არის და ეგეთი სულელების მოსყიდვა თვითონაც რო არის ცოდენ რომ მოსყიდულები იყვნენ და ვიზე მუშაობდნენ, იმათ რა შეჭირდებოდათ. მე ამას ვერ ხვდები. ყოველთვის ვიყავი გაკვირვებული ზოგადად ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რა ხალხზე აქ ფსონი დადო. რატომ დადო იმათზე ფსონი? მთელი პრობლემა მე მგონი 90-იანი წლებიდან იწყება. მაშინ ყალიბდება ჩვენი ეგრეთ წოდებული NGO სექტორი და მის მერე უცვლელად მოდის. და შესაბამისად მე მგონი მაშინ ხო ვიღაცებზე ფსონი დადეს ვიღაცეებმა. აი ეს ფსონი ძალიან უცნაურად დადებული ფსონი აღმოჩნდა და თანამედროვე რეალობაში შეუძლებელი იყო ამ ხალხს რამე ექნა. ამ ხალხს არ უწარმოებია, შეიძლება უბრალოდ ინარჩუნებდა თავის ადგილს, რომ აი მე რაღაცა აქ ვიყო, წარმოადგენდე ამერიკას, წარმოადგენდე და ევროპას საქართველოში, მაგრამ საბოლოო ჯამში მე არსად არ მინახავს დისკუსიების ქართულ საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ევროპა, რა არის ამერიკის შეერთებული შტატები და ნუ რა ვიცი, ერთპიროვნული მმართველობა, რომელიც საქართველოში სულ მოდაში იყო, ეს არის დასავლეთი პირობითად. საკუთრების დაცვა როგორც დასავლეთში ჩვენ ისეთი გქონდა, სასამართლო ისეთი გქონდა, დასავლეთს ყველაზე მეტი სახელი გაუტეხეს ამათმა. ანუ მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხალხი, რომელიც დასავლეთის სახელით გველაპარაკებოდა ამდენი ხანის განმავლობაში, სინამდვილეში აღმოჩნდნენ ყველაზე მეტად სახელგამტეხი დასავლეთისთვის. ჩვენ დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ჰოლივუდური ფილმების გამო უფრო მეტად გვიყვარს, ანუ ის ამერიკული მორალი და ღირებულებები ჰოლივუდურმა ფილმებმა უფრო მოიტანა ჩვენამდე საქართველოსამდე, ვიდრე აი იმ კაცმა რო თქვა, ვიღაც ამათ ვაფინანსებდითო, აი მაგათმა ვინც ასეთი გზით დააფინანსეს. სინამდვილეში ხომ თავარი შეცდომა რაც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებად ნაუშვეს ის იყო, რომ დადეს ფსონი არა პირობითად ამ ქვეყნის ინტელექტუალებზე, თუნდაც 90-იან წლებში და მერეც, არამედ ამ ქვეყანაში თარჯიმანებზე. წარმოიდგინეთ, რომ სინამდვილეში მათ უნდა ეკირავებინათ ინტელექტი და ღირებულება, რომელიც გააჩნდა ვიღაც სხვადასხვა ინსტიტუციებს ან ადამიანებს ამ ქვეყანაში და ის ხალხი, რომელიც დაეკირავეს როგორც მათი იდეების გამავრცელებელი, უნდა ეყვანათ თარჯიმნებად. და ამ შემთხვევაში ყველაფერი ლოგიკურად იქნებოდა, მაგრამ ეს ფუნდამენტური შეცდომა დაუშვეს. თარჯიმნების დონის ხალხი, რომელიც არ ვერჩი თარჯიმნებთან არაფერი ის არ მაქვს, უბრალოდ იმ კონკრეტულ საქმეში. ანუ თარჯიმანმა კარგად იცის ენა, მაგრამ მას კარგად არ იცის რაღაც კონკრეტული საქმე, რომლის გამოც ის დაქირავებულია, რომ ვინც იცის ის თარგმნოს. აი ეს შეცდომა იქნა დაშვებული, ასეთი შეცდომა იქნა სხვადასხვა მიმართულებით ჩემი აზრით დაშვებული და მე ვფიქრობ, რომ ეს კაცი რაც ამას ყვება, აი ქართული ოცნების პროპაგანდისეულად კი არ უნდა ყვებოდეს ამას, როგორც სინანულის შემცველ განცხადებას, რომ რასაც ვიქცეოდით, ვიზებდებდით ფსონს საქართველოში. მაშინ გავიგებდი.